რატო აღიარე მეთქი? მე რო დღე გავიარეო, შენ რა იციო? აი თქვენს ხო გაწამებდნენო. მოდიოდნენო. მეგისაო, მეგისას ჩამომიყვანაო, საერთოდ იქ რო გადმომიყვანესო ენგურის იმაზე, ფონში, დინარეს ის ჩორნი ხოდებით. იმის მერე მეგისამ ჩამიბარაო და მეგისამ ჩამომიყვანაო თბილისში. თბილისში წამება, ციხეში მოდიოდნენ, კალიასკაში იყო, რეზბანიცაზე იყო. სისხლისგან დასცილი და აწამებდნენ ზედ კალიასკაზე, სადაც იჯდა იქ პასტას უყრიდნენ. ეს საყვარელიძე და ვიღაც გამომძიებელი ქალი. ვის საყვარელიძეზე საუბრობთ ახლა თქვენ? რომელ საყვარელიძეზე? ყოფილი პროკურორის მოადგილე დათო საყვარელიძე. რომელიც ახლა მოქმედი დეპუტატია. ახლა არის დეპუტატია. დეპუტატი. კი ბატონო. და რას აკეთებდა საყვარელიძე? აი პასტას მიყრიდაო ნატყვიარებში. ამას გიყვებათ თქვენი თანამესაკნე. კი, მაგრამ მე ვეუბნებოდი, ნუ თუ ეგეთი რაღაცა ახლა არ მჯეროდა. სანამ მე არ შევესწარი მე ფაქტებს და სანამ მე არ გამეკეთეს იგივე წამებები, მანამდე არ მჯეროდა კიდე. და ამასო ვერ გაუძლებდიო. თანაცო ჩემმა ადვოკატმა მითხრაო, აღიარეო და გამოგიყვანო. ხო და ბოლოს ადვოკატი შემომიტრიალდაო და რატო აღიარეო ისაო ეს სააპელაციო სუდი რო წავიდა იმის მერე ისა შენ კი არა ხალხს ისე აწამებენ ბოდიში და ძუძუებით კიდებდნენ ლომზეო და ისინი არ აღიარებენ და შენ რატო ამა უთხრა ახლა ადვოკატიც არ იყო თავისი იმიტომ რომ მამამის ეს ადვოკატი როგორც მე ვიცი და ეს ვიცი სწორად და დაზუსტებული ინფორმაცია ადვოკატი ომნებოდა შენ შვილთან ვიყავი დღეს შენ შვილთან ვიყავი გუშინძმა ეს იყო ტყუილი ამ კოჭოიას არ არეკინებდნენ სასამართლო დამთავრებული ხო იყო, მაგრამ არ არეკინებდნენ, მაგრამ რომ მოვიდოდა სახალხო დამწიდე, კი, მარეკე, ეს უნდა მე უთხარი თორე მოკლავენ. ამის მერე დაიწყო კოჭოიას სასამართლო პროცესი, სააპელაციო სასამართლო პროცესი. ამის მერე ისე მოვიდა ახალაია, კოჭოიას საქმეზე მოვიდა ორჯერ, მეგისიც, ერთხელ იყო მეგისი ამ კოჭოიას საქმე. ანუ კოჭოიასაც უნდა ეღიარებინა დამნაშავე ვარ ამერიკის საელჩო მე დავდევი ბომბი იქ ზუგდიდშიც მე დავდევი და ყველგან რასაც ესენი ეუბნებოდნენ ეღიარებინა თუ არა და წამლითაც კი მოვწამლავთო ამასო მაგრამ ისა ექსპერტიზა დაამტკიცებსო მაგრამ ჯერ ამის მოკლა არ არის აუცილებელია ჯერ ამან ჩვენება უნდა მისცესო ყველა ვარიანტში აღიარებით და მე მოვიშოროთ თქვენ ნანახი ყავთ ეს დეპუტატი საყვარელიძე ეხლანდელი დეპუტატი საყვარელიძე ციხეში კი ნანახი მყავს კი არა ნაწამები ვწყავარ ვის ყავხართ ნაწამები აი დეპუტატს მოყავდა 4 ეხლანდელ დეპუტატს ყოფილ პროკურორს 4-5 კაცი მოყავდა და რო დაგვაგდებდნენ ესა ძირსო დაგვაგდებდა მე ან ქუსლით ან იმით და მანამდე უყურებდა ფეხზე გადადებული მაგიდაზე ელაგა და გვიყურებდა ეს ხდებოდა გლდანის მერვე დირექტორის კაბინეტში ხან დირექტორის კაბინეტში ხან სათათბირო დარბაზში ეს ხდებოდა ღამის 3 საათი მაგისთვის არ იყო 4 2 პირველი უფრო ღამის საათებში თქვენ ამის შესახებ შეგიძლიათ ჩვენება მიცეთ პროკურატურას